ჩვენთან ერთად რაც როგორც ჩვენ საინტერესო დებატები იქნება, ჯეფრი მირონია, ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის უფროსი ლექტორი და კეიტოს ინსტიტუტის ეკონომიკური კვლევების დირექტორი. დამპერი საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი და Ask Questions Later საინფორმაციო ბიულეტენის ავტორი, Nathan J. Robinsoni, Current Affairs ჟურნალის მთავარი რედაქტორი და წიგნის რატომ უნდა იყოს სოციალისტი ავტორი. სანამ ყველას მოგესალმებით, მოდით ამ ამბის შესახებ ცოტა ინფორმაცია მივიღოთ. შეხედეთ. მოკლედ დროით ამ ზაფხულს ილონ მასკი გახდა მსოფლიოს პირველი ტრილიონერი. SpaceX-ის გახმაურებულმა საბირჟო დებიუტმა მისი სავარაუდო ქონება $1 ტრილიონ მეტი გახადა. ფულის თითქმის წარმოუდგენელი კონცენტრაცია ერთი ადამიანის ხელში და ეს ხდება მაშინ, როცა ამერიკაში ბევრად უფრო დიდი დებატია სიმდიდრესა და კაპიტალიზმზე. ყველაზე მდიდარი 1% ახლა აკონტროლებს დაახლოებით მესამედს შინამეურნეობების ქონებისა. მაშინ როცა დემოკრატიული სოციალისტური მემარცხენეების პოლიტიკოსები იძენენ პოპულარობას, კამპანიას აწარმოებენ ულტრამდიდრებისთვის უფრო მაღალი გადასახადების, საჯარო სერვისების გაფართოებისა და ეკონომიკაში მთავრობის უფრო დიდი როლის მოთხოვნით. ექსტრემალური სიმდიდრის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ მასკის მსგავსი ქონებები ძირითადად იქმნება ისეთი კომპანიების მფლობელობით, რომლებიც ინოვაციებს ახორციელებენ, ადამიანებს ასაქმებენ და უზარმაზარ ეკონომიკურ ღირებულებას ქმნიან. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ როდესაც სიმდიდრე ასე კონცენტრირდება, ეს შეიძლება გააღრმავოს უთანასწორობა და ამახინჯოს პოლიტიკური გავლენა და ეკონომიკური ძალაუფლება ძალიან ცოტა ადამიანის ხელში მოაქციოს. მაშ, სად უნდა გავალოთ სხვარი? არის თუ არა ამდენი სიმდიდრის დაგროვება რეალურად კარგი ეკონომიკისთვის და საბოლოოდ უნდა არსებობდნენ ტრილიონერები? კარგი, ეხლა დროა ჩვენი 30 წამიანი სწრაფი რაუნდისთვის, თითოეული ჩვენი პანელის სტუმრისთვის. თითოეულს ექნება 30 წამი, რომ უპასუხოს ჩვენს პირველ კითხვას. ამის შემდეგ კი დებატს გავხსნით უფრო გრძელ პასუხებზე. მოდით დავიწყოთ. Nathan J. Robinson, თქვენ იქნებით პირველი, ვინც უპასუხებს ჩვენს პირველ კითხვას. გაქვთ 30 წამი. უნდა არსებობდნენ ტრილიონერები. მოდით უბრალოდ გავიხსენოთ, რამდენია $1 ტრილიონი. თუ ყოველდღე $1 მილიონ გამოიმუშავებდით, თითქმის 3000 წელი დაგჭირდებოდათ, რომ ტრილიონი დაგეგროვებინათ. $1 ტრილიონი მზეზე შორსაც კი გასცდება. ასეთი რაოდენობის ფული ადამიანს ბედნიერს არ ხდის. როცა მილიონერი ან თუნდაც მილიარდერი ხარ, უკვე კარგად ხარ. შეგიძლია ყველაფერი გქონდეს, რაც გინდა. მიუხედავად იმისა, გამართლებულია თუ არა $1 ტრილიონი ფლობა აბსტრაქტულ დონეზე, სადაც ყველა კარგად ცხოვრობს, ვფიქრობ, ეჭვიც არ არის, რომ ეს გამართლებული არ არის. როცა არიან ადამიანები, რომლებსაც სასოწარკვეთილად სჭირდება დახმარება, როცა ქუჩაში უსახლკაროები არიან, როცა არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ საკვების ყიდვა, არ შეუძლიათ კოლეჯში ან კარგ სკოლაში სწავლა. ასე რომ ვფიქრობ, იმ საზოგადოებაში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ესეთი უთანასწორობა ვერანაირად გამართლდება. კარგი, ჯეფრი მირონ, 30 წამი გაქვთ. უნდა არსებობდნენ ტრილიონერები. ჩემი მთავარი აზრი ისაა, რომ ეს კარგად განსაზღვრული კითხვა არ არის. მთავრობებს არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ იმისთვის, რომ ტრილიონერები არ არსებობდნენ. თუ მიიღებთ კანონებს ან პოლიტიკას, რომელიც ცდილობს ამის შეზღუდვას, ადამიანები, რომლებიც ტრილიონერები გახდებიან, ყოველთვის იპოვიან გზებს, რომ თავიანთი ქონება გაანაწილონ მეუღლეებზე, შვილებზე, რთული. ამიტომ ამაზე საუბარიც კი არ ღირს. გარდა ამისა, არსებობს ძალიან ცუდი მოვლენები, რომლებიც შეიძლება მოხდეს ქონების გადაჭარბებული კონცენტრაციის გამო. მთავრობა ძირითადად ამაზეა პასუხისმგებელი. კარგი, და ბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი დენ პერი 30 წამი ამ კითხვაზე. უნდა არსებობდნენ ტრილიონერები. დღევანდელი დოლარის შეფასებით და დღევანდელი შესტიდვის უნარიანობის დონით, არა, ისინი არ უნდა არსებობდნენ. რადგან $1 ტრილიონი ბევრ ქვეყანაზე მეტია მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით. ვფიქრობ, ეს გამონაკლისი შემთხვევა ყველაფერს ნათელს ხდის. თავისუფალი ბაზარი, ჩვენ ყველანი მის მომხრეები ვართ. მეც კაპიტალისტი ვარ. მაგრამ თუ თავისუფალმა ბაზარმა შექმნა სიტუაცია, სადაც ერთ ადამიანს აქვს მთელი სიმდიდრე და მთელი შემოსავალი, ხოლო 8 მილიარდს საერთოდ არაფერი აქვს. ცხადია, ამას არ დაუშვებდნენ. აბსოლუტური რევოლუცია იქნებოდა ყველა ქვეყანაში. ასე რომ უმეტესობა იმ საზოგადოებებისა, რომლებიც მე ვიცი, გარკვეულ დონეზე ხელახალ გადანაწილებას ემხრობა. და შესაბამისად დამკვიდრდა პრინციპები, რომ საჭიროა პროგრესული დაბეგრვა მაგალითად. შემდეგ კი ჩნდება კითხვა, ვარ თუ არა უთანასწორობის ოპტიმალურ დონეზე. და ვფიქრობ, რომ ძირითადად ასე არ არის. კარგი. ეხლა ჩვენს პანელისტებს უფრო გრძელ კითხვებს დავუსვამთ. მინდა შენიც დავიწყო, Nathan. ილონ მასკი ხდება მსოფლიოს პირველი ტრილიონერი. იმ წელს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, იცი, სასურსათა დახმარების შემცირებას, სიღარიბის რეკორდულ მაჩვენებელს, ომს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მძვინვარებს. შენი აზრით ეს ნიშანია იმისა, რომ კაპიტალიზმი მუშაობს, თუ იმის, რომ ის საფუძვლიანად დაინგრა? ხო, უკვე იწყებს დაშლას. ვფიქრობ, სულ უფრო ვუახლოვდებით იმ წერტილს, რომელიც დენმა დაასახელა. როგორც დენმა თქვა და ეს მნიშვნელოვანია, ჩვენგან არც ერთი არ მიიღებდა სიტუაციას, სადაც მთელი სიმდიდრე ერთ ადამიანს ექნებოდა და სხვებს არაფერი ექნებოდ. არც ერთ სხვას არაფერი ექნებოდა. ეს კი სულ უფრო გვიახლოვებს ფეოდალურ მდგომარეობას. ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ სიმდიდრის უკიდურეს კონცენტრაციასთან ერთად მთად მოდის ძალაუფლება და კორუფცია.
ნაკეთ რომ ილონ მასკს ძალიან უნდოდა რომ დონალდ ტრამპი 2024-ში აერჩიათ. ამიტომ მან $100 მილიონი დახარჯა არჩევნებზე გავლენის მოსახდენად. ეხლა ჩვენ არ ვიცით რეალურად იქონია თუ არა ამან გავლენა, მაგრამ მთავარი ისაა რომ როცა ვიღაცას შეუძლია თითქმის უსასრულო რაოდენობის ფული დახარჯოს, მას შეუძლია ფაქტობრივად იყიდოს მისთვის სასურველი პოლიტიკური შედეგები. ეს ქმნის ერთგვარ დაუსრულებელ წარულებელ ციკლს. და რა თქმა უნდა, მემკვიდრეობით მიღებული სიმდიდრე ნიშნავს რომ ასეთი ფეოდალური სიმდიდრის სტრუქტურა გადადის შემდეგ თაობაზე და კიდევ შემდეგ თაქ თაობაზე. საინტერესოა, იცი ჯეფრი, მინდა შენი აზრი მოვისმინა ამ საკითხზე. გულისხმობ იმას, რომ მთავრობის მცდელობები ეკონომიკაში სხვადასხვა, ესე ვთქვათ, კარგი საქმეების გაკეთების ბევრად უფრო დიდ როლს თამაშობს სიმდიდრის არასწორი კონცენტრაციის შექმნაში, ვიდრე ის, რაც თავისუფალი ბაზრებიდან მოდის. თავისუფალი ბაზრები, რა თქმა უნდა, საშუალებას აძლევს ზოგიერთ ადამიანს კონდეს უკიდურესი სიმდიდრე და არსებობს უკიდურესი სიმდიდრის მაგალითები, რომლებიც კორუფციიდან, თაღლითობიდან და კლანური კაპიტალიზმიდან მოდის და ასე შემდეგ. მაგრამ ამას გარდა მთავრობები აკეთებენ ისეთ რაღაცებს, როგორიცაა ელექტრომობილების სუბსიდირება. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ტესლა წარმატებული გახდა. მთავრობამ დაასუბსიდირა კოსმოსური მოგზაურობა. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც SpaceX-ი წარმატებულია. და კიდევ მილიონობით სხვა მაგალითი. ეს ბევრად უარესია, ვიდრე ის, რაც ხდება მაშინ, როცა მაგალითად Steve Jobs-ი გამოიგონებს iPhone-ს და უამრავ ადამიანს უნდა iPhone-ის ყიდვა. ამიტომ Steve Jobs-ი ძალიან მდიდარი ხდება. მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ მან შექმნა რაღაც, რაც ბევრ ადამიანს სურდა. დან ხედავ რომ თავს აკნევდით. დაგვთ რაიმე კომენტარი? მოусმინეთ, ეს სტანდარტული კლიშეა იმის შესახებ, რომ მთავრობა ცუდია და გეტყვით, ცუდი მთავრობა ნამდვილად ცუდია და ბევრი მთავრობა, ალბათ უმეტესობა მართლაც ცუდია, მაგრამ ზოგიერთი მთავრობა კარგია. დაუბრუნდები ჩემს განსაკუთრებულ შემთხვევას. რა მოხდება თუ თავისუფალმა ბაზრებმა არ უზრუნველყო, რომ ყველა 6 წლის ბავშვს ჰქონდეს პირველი კლასის განათლება? იცით, ერთხელ მეგობარმა მითხრა, რომ აბსოლუტურად ასე უნდა იყოს, თუ მათი მშობლები გადაიხდიან. არა, ეს მთავრობის როლია, წევდი. მთავრობებს აქვთ ბევრი კარგი საქმე, რაც არა მხოლოდ უნდა გააკეთონ, არამედ აუცილებელია რომ გააკეთონ. შეიძლება შენი ულამაზესი ვილისკენ გზა არ მიდის, რადგან მთაზე მარტო ცხოვრობ. მთავრობამ უნდა გააკეთოს ეს გზა. ამიტომ იდეა რომ მთავრობები ქმნიან უთანასწორობას, ვფიქრობ ძალიან უსამართლოა და გარკვეულწილად არაზუსტიც, რადგან საბოლოო ჯამში რა გახდა ამის მიზეზი. 1980 წელს ამერიკაში საშუალო დირექტორი დიდ კომპანიებში დაახლოებით 30 ჯერ მეც იღებდა, ვიდრე მათი საშუალო თანამშრომელი. ახლა ეს რიცხვი დაახლოებით 300-ია. ეს სინამდვილეში მთავრობებმა გააკეთეს და მთავრობებს შეუძლიათ ეს შეცვალონ. ეს მიღწეული იყო ბევრი სხვადასხვა გზით, მათ შორის ლიბერალიზაციით აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში, ასევე ძალიან მაღალი გადასახადების შემცირებით, განსაკუთრებული რეგულაციებით საპენსიო გეგმებსა და საფონდო ბიჟებზე. ამასთან დაერთო რა თქმა უნდა წრიული სქემა, სადაც დირექტორები ნიშნავენ საბჭოს წევრებს და საბჭო ამტკიცებს მათ ანაზღაურებას, რომლებიც რა თქმა უნდა კაპიტალშია. ისინი საფონდო ბირჟაზეა, რაც კიდევ უფრო ზრდის სიმდიდრის ინფლაციას. ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს ამ ყველაფრის შესაძლებლად. რატომ უნდა გვინდოდეს ამის შეცვლა? იმიტომ რომ ნატაშას კითხვებზე პასუხის გასაცემად ის განსაკუთრებით კარგად არ მუშაობს. და როგორ ვიცი ეს? იმიტომ რომ ისეთი ადამიანები, როგორიცაა დონალდ ტრამპი, აირჩევიან. სისტემაში დიდი გაბრაზებაა. ეს გაბრაზება მოდის ბევრი სხვადასხვა მიზეზიდან, მათ შორის პროგრესული ულტრამემარცხენეების გადაჭარბებული ჩარევიდან. ამაში ეჭვი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი უთანასწორობაა. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ამჟამად ბევრი სხვა ადამიანიც აირჩევა, რომლებიც აუცილებლად არიზიარებენ იმავე სიყვარულს კაპიტალიზმის მიმართ, როგორც დონალდ ტრამპს აქვს. ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოკრატიული სოციალისტების ტალღაა, რომლებიც თანამდებობებზე მოდიან. ნიუ-იორკში მერმამდანი მხოლოდ ერთ-ერთია მათ შორის. ნეითან, რას ფიქრობ ამაზე? პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ როგორც ჩანს, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ელონ მასკის ფული უნდა დავბეგროთ, რადგან ჯეფრიმ თითქოს აღიარა, რომ კოსმოსური მოგზაურობა დრობა და ელექტრომობილების სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. ასე რომ ელონ მასკის $1 ტრილიონი სულ მცირე არალეგიტიმური იქნებოდა. მაგრამ ამ არჩევნებიდან, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი დემოკრატიული სოციალისტი აირჩიეს, ჩანს, რომ ხალხი ჯეფრის შეხედულებას არ ეთანხმება. ისინი ფიქრობენ, რომ სიმდიდრე ზედმეტად კონცენტრირებულია და გაბრაზებულები არიან, რადგან იციან, რომ მთავრობას რეალურად მეტი შეუძლია. რაც ნიუ-იორკში ვნახეთ იყო ის, რომ ზოჰარ მამდანი აირჩიეს, იმიტომ რომ მან თქვა, თქვენ უნდა გქონდეთ საშუალება თქვენს ქალაქში იცხოვროთ. ეს იყო მისი ძირითადი პლატფორმა და მან თქვა, რომ ჩვენ გავხადავთ ბავშვთა მოვლას უფრო ხელმისაწვდომს. ავტობუსებს გავხადავთ ხელმისაწვდომს. ჩვენ დავწმუნდებით, რომ თქვენი ქირა ხელმისაწვდომი იქნება. და ეს დაპირებები ხალხს ესმის, რადგან ხალხი აცნობიერებს, რომ არ არის სამართლიანი, როცა სიმდიდრე ასე კონცენტრირებულია იმ დროს, როცა ჩვეულებრივი ადამიანები ყოველთვე იბრძვიან მხოლოდ იმისთვის, რომ დაფარონ თავიანთი ძირითადი გადასახდელები. ჯეფრი, მინდა შენთან გადავიდე. ლიბერტარიანული არგუმენტი ისაა, რომ სიმდიდრე არის ჯილდო შექმნილი ღირებულებისთვის, მაგრამ მასკის ქონება და შენ ეს ახსენე, ნიშნულოვნად აშენდა სახელმწიფო კონტრაქტებსა და სუბსიდიებზე, რაც ვნახეთ SpaceX-ისა და Tesla-ს მეშვეობით. ეს ნამდვილად თავისუფალი ბაზრის წარმატებაა, თუ შეიძლება ითქვას, სოციალიზებული რისკი და პრივატიზებული სარგებელი.
ფიქრობ, ამის დიდი ნაწილი თავისუფალი ბაზრის წარმატება არ არის. როგორც ნათანმა აღნიშნა, მე ნამდვილად კრიტიკულად უყურებ იმ ადამიანებს, რომლებიც გამდიდრდნენ გადასახადის გადამხდელების ხარჯზე, რადგან სახელმწიფომ შექმნა პროგრამები, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადა. ერთი რამ, რაც მინდა დავამატო ამ დისკუსიაში და რაც ორივე სხვა პანელისტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხება, არის ერთი რამაა, ვთქვათ, რომ უნდა გქონდეს გადანაწილება იმისთვის, რომ დავეხმაროთ ძალიან ღარიბ ან დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს. კარგი. როგორც მათ აღნიშნეს, ძალიან ცოტა ადამიანი არ ეთანხმება ამას. თუნდაც უმეტესობა ლიბერტარიანელებისა და თანხმდებოდა გარკვეულ გადანაწილებას სიღარიბის საწინააღმდეგო პროგრამების სახით, მაგრამ დღეს ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ მიზანში ამოვიღოთ ადამიანები, რომლებიც ძალიან წარმატებულები არიან. და ამ წარმატების ნაწილი არაკეთილსინდისიერადაა მოპოვებული და ეს უნდა გაქრეს. რადგან მთავრობამ არ უნდა შეექმნა ისეთი პირობები, რომლებიც ამის საშუალებას მისცემდა. მაგრამ შეგიძლია გადაანაწილო ყველა ტრილიონერის თელი ქონება, რომ სადო სიღარიბის შემცირება. და ეს უმცირეს ცვლილებას გამოიწვევს. აღმოჩნდა, რომ ძალიან ცოტა ტრილიონერია. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულს ბევრი აქვს, ეს მაინც საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სიღარიბის დონეზე ამ მსგავს საკითხებზე მნიშვნელოვნად იმოქმედოს. სიღარიბის წინააღმდეგ პროგრამებზე საუბარი ნამდვილად ღირს, ანტიტრილიონერული პოლიტიკა არანაირი აზრი არ აქვს. ძალიან ისევ ხედავ როგორ აქნევ თავს. კარგი, ანუ ეს აბსურდულია, როცა ილონ მასკის ქონება მრავალი და შესაძლოა ქვეყნების უმეტესობისაც MშΠ-ზე მეტია, ცხადია. ამას მნიშვნელობა ექნება. ეხლა მხოლოდ 1 ტრილიონერი გვაქვს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ უკვე აღარ იყო ტრილიონერი, მაგრამ ის ისევ გახდება ტრილიონერი, მეტი ექნება და თვითონ ეს რიცხვი ესეთი კრიტიკული არ არის. მე ვსაუბრობ სუპერმდიდრებზე და იმ იდეაზე, რომ მათ სტიმული უნდა მიეცეთ იმით, რომ თავისუფალ ბაზარს თავისუფლად მოქმედების საშუალება მიუცეთ. და მგონი ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს ბაზარი სინამდვილეში არც ისე თავისუფალი. ამაში ბევრი ის არის, რაც ნათაშამ თქვა. თავისუფალი ბაზრის ჯილდო სოციალისტური სიტუაციისთვის, რაც სარგებელს აძლევს იმ კომპანიებს, რომლებიც შემდეგ უკვე მთავრობებს ხიდულობენ. არა, მე ვფიქრობ რეალისტურად. მინდა რომ ადამიანებს სტიმული ქონდეთ იმის პერსპექტივით, რომ სხვებზე ბევრად მდიდრები გახდნენ. მესმის, რომ ინოვაცია ამაზეა დამოკიდებული და ადამიანური პროგრესი ამაზეა დამოკიდებული. და ეს ნორმალური. სხვა უკიდურესობა, როცა ყველა ზუსტად ერთი და იგივე აქვს, მიუხედავად იმისა, რას მიაღწიეს, ისეთივე სულელურია, როგორც ერთი ადამიანის ხელში მთელი სიმდიდრის და შემოსავლის კონცენტრაცია. მაგრამ მე ვსაუბრობ იმაზე, ვართ თუ არა ოპტიმალურ დონეზე. მე არ ვფიქრობ, რომ ასე. არავის სჭირდება $100 მილიარდზე მეტი. და რადგანაც გვყავს უამრავი ადამიანი, ვისაც $100 მილიარდზე მეტი აქვს, ან $10 მილიარდზე მეტი. საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ თუ მათი მაქსიმალური მარგინალური გადასახადი იქნებოდა 20% და იმ დამატებით $100 მილიარდზე, მაინც შეეძლებოდათ, იცით, 20 მილიარდს შეენარჩუნებდნენ. ეს საკმარისად მოტივაციას მისცემდა მათ, რომ სხვაგვარად არა. და ისინი იძულებულნი იქნებოდნენ ყველანაირი ბინძური ხრიკები გამოეტენებინათ. რასაც შენი აზრით, ჯეფრი, მთავრობის არაკომპეტენტურობის პირობებში შეიძლება ხომ გესმის მთავრობა წამოეგოს. მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა სცადონ. რა თქმა უნდა, მათ მაინც ექნებოდათ მოტივაცია. ჯეფრი, დაგინახე როგორ აქნევდი თავს. მინდა უპასუხო. ნაცნობად მინდა უპასუხო იმ აზრის ხაზგასმით, რაც დასაწყისში ვთქვი, რა არსებობს ზები, რომ რეალურად მივიღოთ მნიშვნელოვანი რაოდენობის გადასახადი შემოსავალი, თუ მხოლოდ ტრილიონერებს მოვითხოვთ. თუ ერთი ქვეანა გაკეთებს ამს, ეს ტრილიონერები გარბა სხვა ქვეანაში. თუ რამდენიმე ქვეანა გაკეთებს ამს, ტრილიონერები იპოვებენ გზებს, რომ თავიანთი ქონება ნათესავებს შორის გადაანაწილონ. ან დადებენ თავისი ფული ფიქტიურ კომპანიებში. სიმ გაკეთებენ ველაფერი კრეატიული. ამიტომ ეს არის იალბედი მედის, რომ რეალურად მივიღოთ რაიმე მნიშვნელოვანი საგადასახადო შემოსავალი. ძალიან ნაკლები შემოსავალი. ეს არის მიზეზის ნაწილი. მომცემაც გაუქმესკვანა ობის გადასახადები. ახლობოლო დროს გაუქმეს მაქონალბეს გადასახადები. შესაძლოა საკეთესო გზა არ არის იმის კეთება, რომ შემდეგ მოვასწორეთ ტრილიონერებს, როდესაც უკვე ტრილიონერები ან მეგა მილიარდერები არიან, არამედ უნდა შევაშალოს ქვანაობის დაგროვება უკვე და საწყისი. და კიდევ, არ ვამბობ, რომ არ უნდა მივაცოთ $100 მილიარდზე მეტის გამომუშავება. ვამბობ, რომ იმ დროზე დაკადოს ძალიან კაცრად, მეტნაკლებად, ნორდიული მოდელის მიქსებით. პრობლემა პოლიტიკოსებთან, რომლებიც ამაზე საუბრობიან და ესენი არიან სოციალისტები ამერიკაში და შვადაშვა პოპულისტები სხვა ქვეყნებში, არის იმაში, რომ ისინი მიდიან ზედა საშუალო კლასს. ისინი მიდიან იმ ადამიანებზე ნიუ-იორკში, რომლებიც $700,000 ირჩევენ და ეს ნიუ-იორკში არ ნიშნავს, რომ დიდარი ხარ. მე არ მოვასწორებდი იმ ადამიანებზე, რომლებიც $5 მილიონზე ნაკლებს ირებენ, მაგრამ $5 მილიონზე ზემოთ. აზრი რომ ეს მართლა გჭირდება. სხვა შემთხვევაში არ იქნები მოტივირებული, რომ გახდები განსაკუთრებული CEO. აბსურდია და ეს ამაზე ზემო მასშტაბის სიმდიდრის დაგროვებას იწვევს. იცი, ნეიტან, ძირითადი არგუმენტი სიმდიდრის გადასახადებების წინააღმდეგ არის ის, რომ მდიდრები პროსტა გაიქმნებენ თავისი კომპანიებს, სამუშაოებს და სიმდიდრეს. იცი, მაგალითად, რომ ნიუ-იორკიდან გასვლა, როდესაც მამდანი იქნება მერი მისი დემოკრატიული სოციალისტური პოლიტიკის გამო. ეს მართლა სიმართლეა. თუ ფიქრობ, რომ ეს უფრო მეტად ან ნაკლებად ეფექტური ლობირების ნაწილია. მოდი, დავაზუსტოთ, რას ვიტყვით აქ. და ეს არის არგუმენტი, რომელსაც ჯეფრი აკეთებს, რომ ეს ადამიანები ძალიან ძლიერი არიან, რადგან ისინი კანონის ზემოთ არიან. შეგიძლია მიიღონ ნებისმიერი კანონი, რომელიც გინდა, მაგრამ ისინი მარტო იპოვებენ გზას, რომ გააფრთხილონ ის, რადგან მათ სულიად არ აქვთ პატივის წემულობა იმ კანონების მიმართ, რომლებიც შენ დაამტკიცე. და ისინი დაიცვენ თავის სიმდიდრეს დემოკრატიული დებებისგან, რომლებიც გძილობენ დადგინონ კანონები იმაზე, რამდენი სიმდიდრე შეგიძლია კონდეს. ეს
სრულად ამბობს ველაფერს იმაზე, რომ არ უნდა გონდეს საზოგადოება ამ ადამიანებთან ერთად, რომლებს აქვს ამდენი ძალა აქვთ. ახლა მე ეს იუველთვის ასე არის. კონსერვატორების არგუმენტი არის, რა არ უნდა კადო, ველაფერი უშედეგო იქნება, კარგი? არ ვეფიქრობ, რომ ეს პრაქტიკაში მუშაობს. პრაქტიკაში თუ შეივანი შემოსავლის გადასახადები და ამ გადასახადებს გამკაცებ, ხალხი ძირითადად იხსის გადასახადებს. პროსტა უნდა იყოს ამოქმედება. პროსტა უნდა დარმუნდეთ, რომ არსებობს ეკონომიკური სასჯელები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავის სიმდიდრეს კვეინიდან გახდანენ. ნახშირად უნდა გააკეთოთ ეს ეროვნულ დონეზე, რადგან ჩვენ გვაქვს 50-შტატიანი სისტემა და ეს ხელს უკობს ამ გარემოს, სადაც თუ ერთი შტატი ზრდას იწყებს გადასახადებს, მეორე შტატი შეუძლია შემციროს გადასახადები დაითქვას. მოდი აქ. მაგრამ ეს არის არგუმენტი იმისათვის, რომ ეს ეროვნულ დონეზე გაგაკეთდეს, სადაც ძალიან ცოტა ადამიანი დაატოვებს საერთებულ შტატებს, ვიდრე თუ ეს იქნება ქალაქის ამ შტატის დონეზე. და ეს მარტო ამას ასწურებს, რომ ამ ადამიანებს ძალიან დიდი ძალა აქვთ. საინტერესო, კარგი იცით, მინდა შეკითხვა დავუსვა მორალური ფილოსოფიის შესახებ. არიან მორალური ფილოსოფოსები, რომლებიც ამობებენ, რომ ვერავინ ვერ გამოიმუშავებს $1 ტრილიონ მარტო. ესე იგი, უკიდურესი სიმდიდრე ყოველთვის ნაწილობრივ აგებულია საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაზე, საზოგადოებრივ განათლებაზე, სამართლებრივ სისტემებზე და შვა ადამიანების შრომაზე. აკვირს თუ არა, საზოგადოებას ლეგიტიმური მორალური უფლება, რომ ამ ფულის ნაწილი დააბრუნოს. მაგალითად, ილონ მასკისგან, ჯეფრი არ ვაპირებ პოზიციის დაფიქსირებას იმაზე, რა არის მორალური მოთხოვნა და რა არა. მარტო მინდა ჩემი პოზიცია დავაზუსტო. არ ვამბობ, რომ ტრილიონერებს გადასახადი არ უნდა დავაკისროთ. კარგი, რა თქმა უნდა, ტრილიონერებს გადასახადს დავაგილეთ. მე იმ მოსაზრების თნანგ ვამბობ, რომ მელეკ ამ განხილვის საგანია. უნდა არსებობდეს თუ არა ტრილიონერები, ანუ როგორც არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმეს ამდენი შემოსავალი გააჩნია, ან უნდა დავაფასოთ ასევე კონფისკაციური გადასახადი, რომელიც ამ სარგებელს სრულად აღმოაგდებს. უნდა დავაგილეთ მაგალი შემოსავლეს, მქონე ადამიანები განსაზღვრად გადასახადი ტარიფით, აღზევმეთად მაგალი ტარიფით, რადგან ეს გამოიკავს გადასახადიდან თავის ასულებას და თავის აღიდებას, მაგრამ ნიშნავად უნდა დავაგილეთ ტრილიონერები და ისინი უნდა იქდიდნენ გონივრულ ვილს. ნათან, მინდა შემოვფიო შენკენ დამოვისმინო. რას ფიქრობ, რა უნდა გაგეთდეს? რომელი პოლიტიკა იქნება რეალურად გამოკენებული და ეფექტური, შესაძლოა იმ უტანასწორობასთან ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ ვქვედავთ გევანდელ მსოფლიოში და კულის განავილებაში. კარგად მორალური მოთხოვნების საკითხზე, საზოგადოებას და მთავრობას აქვს უფლება და ვალდებულება დაძრუნოს, რომ ადამიანების საფუძვანი საჭიროებები იქოს დაკმაყოფილებული. და ეს ვალდებულება მორალურად უფრო ძლიერი мотивация ვიდრე იმ ადამიანების უფლების დაცვა, რომლებს აქვს სურთ, იმდენი სიმდიდრე დააგროვონ, რომ თითქმის მოგდავ გმერთებად იქცნენ დედამივაზე. კარგი, ეს ადამიანებს ზრუნვის ვალდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. დამქირავებლების ვალდებულება გაძრუნონ, რომ მათთან მუშაობას მიშველებს საკმარისი ანაზგაურება, რომ მათთან მუშაობას შეძლონ მათ კომპანიაში დააკმაყოფილონ თავისი საფუძვანი საჭიროებები. და ამიტომ რას ვამბობ? ის პოლიტიკა, რომელიც უნდა ჩავატარეთ, არის ისეთი პოლიტიკა, რომელიც იცავს იმ შედეგს, რომ საზოგადოებაში იველა ადამიანი არის მოთავსებული და ზრუნვის ქვეშ. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა ვიოფოთ დამგონი, რომ იველა მუშა შეძლოს გაერთიანებას პროფესიულ კავშირში, რომ მათ კონდეთ საჭირო მოლაპარაკების ძალა, რომ მიგონ კარგი პირობები მათ დამქირავებელისგან. ეს ნიშნავს ასევე იმას, როგორც არის ლუქსუსური მეორე სახლების გადასახადი, რომელიც ნიუ-იორკში იქნება. ეს ნიშნავს ასევე შემოსავლის გადასახადების გაზრდას და ასევე ქონების გადასახადების შეტანებას. ამიტომ შეგიძლია იყოს დამგონი, რომ უნივერსიტეტი უფრო მისაგები გახდება, რომ იველა ადამიანმა კონდეს ზიანმრთელობა და ჯანდაცვა. არის მთელი პაკეტი შეთავაზებებისა, რომელიც სოციალისტმა კანდიდატებმა წარმოადგინეს და ასევე ლიბერალმა დემოკრატებმა წარმოადგინეს. იველა ეს შეთავაზება იმისათვის არის დამზადებული, რომ დავცვათ მორალური საზოგადოება, რომელიც ადამიანს მოვლის და არ არის bis prioriteti ადამიანებზე. ეს მორალური საზოგადოებების საკითხი იმაში არის, რომ ასეთი ძალები ვინადადებაში შრად გამოენებოდა და ბოლოს კარგად გაიშალა და გახდა კორუმპირებული. და ეს შეρίნა ადამიანურ ბუნებას. კომუნიზმის მაგალითი ამაში კლასიკურია. და როგორაც იჩვი, საუბარი გავს იმაზე, რომ საჭიროა ნიუ-იორკის ქალაქი იყოს მისაგები. მინდოდა ესე იყოს. შემიშვილი ნიუ-იორკის ქალაქში ხეობს და ეს არის უარშემთავსი. მაგრამ რეალურად ნიუ-იორკის ქალაქი ერთ-ერთი იმ რამდენიმე მსოფლიო ქალაქთან, რომლებიც კაპიტალიზმის დროს ზედა ადგილზე არიან. არავინ აქვს უფლება იქ ცხოვრების, უნდა მოიპოვოს საკმარისი, რომ შეგიძლიოს იქ ცხოვრება. ასეთია ამ საქმის ბუნება. ამიტომ ბევრი ამ გეგმებიდან, რომლებზეც საუბრობ ნიუ-იორკში, მონდანიდან ერთად, არ იმუშავებს მალტივად იმიტომ, რომ ისინი ძალიან შორს არიან კაპიტალიზმისაგან. მე შვას საუბარი მაქვს. არის რამდენიმე რამ, რომ საზოგადოებას სრულად აქვს მორალური უფლება და უკვე ვალდებულება, რომ გააკეთოს. იმისთვის, რომ დავარწმუნდეთ, რომ საერთო ვითარება, საერთო სარგებელს ემსახურება. მე ვამბობ, რომ კაპიტალისტი ვარ, ეს ნიშნავს, რომ მინდა კიდევ პრივატული საკუთრება, მაგრამ უკვე ის ფაქტიც, რომ საზოგადოებები საშუალებას აძლევს პრივატულ საკუთრებას, არის რამდენად ახალი რამ. როდესაც ეს საკუთრება სახელმწიფოს მიერ არის დამყარებული, რომელიც უზრუნველყოფს შენს უფლებას, ეს კონდეს და სვამბერტ საგართოს, ეს ფუნდამენტურია. ასე ვქენებთ იმითომ, რომ საერთო სარგებლის გვერა გვაქვს. საერთო სარგებელს არ ემსახურება ისეთი უტანასწორობის დონე, როგორიც ამერიკაში დგეს გვაქვს. ეს აფერას გავს. ადამიანები უკმაყოფილები არიან, ეს ადამიანებს გარკვევით ხრებს. ამიტომ, თუ არის სიმდიდრის გადასახადი, თუ არეალიზებული მოგების გადასახადი, თუ კაპიტალის იმავე დონეზე გადასახადი როგორც შრომის, დამდენი უნდა გაგეთეს და შეიძლება გაგეთეს აქ. და შესაბამისად, ამერიკიდან თუ სხვა ქვეყნებიდან გასვლას როგორც შეხება, არ ვარ დამიარებული, მაგრამ არსებობს საიუველთაო და ბეგვა.